დაემზადეთ ჩემთან ერთად, მივდივარ ქორწილის ლოკაციის სანახავად და დასაჯავშნად. უკვე ძალიან დიდი ხანია ვეძებ ადგილს, სადაც ჩვენი ქორწილი გაიმართება და მაქვს ერთი ფავორიტი, სადაც დღეს მივდივარ, არის საგურამოში. ასე შორიდან ყველა დეტალი ძალიან მომწონს, მაგრამ ადგილზეც უნდა მივიდე, რა თქმა უნდა, ყველა დეტალი გავარკვიო და საბოლოოდ დავჭავშნო. ვეძებ გარე სივრცეს, სადაც გავაკეთებთ ფურშეტს. გარე სივრცე აუცილებელია, იმიტომ რომ მიყვავს ჩვენი ძაღლიც ვანდა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვტოვებთ სახლში მარტოს და მთელი ოჯახი იქ რომ ვიქნებით, შესაბამისად ვანდაც ვერ გამოაკლდება ჩვენს ქორწილს. და სიმართლე რომ გითხრათ, ისედაც არ მინდა ჩემი ძაღლის გარეშე ქორწილი. ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, რომ ვანდა არის ძალიან აქტიური ძაღლი და ძალიან ხმაურიანიც. ხო და ცოტა ვნერვიულობ, რომ შეიძლება სტუმრები შეაწუხოს ან რაიმე გზით შეუშალოს ქორწილს ხელი. იმედია ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. მეორე ფაქტორი, რაზეც ვნერვიულობ, არის ამინდი, რა თქმა უნდა. რადგან ღია ცის ქვეშ მინდა რომ იყოს ქორწილი, მეშინია რომ იწვიმებს. და აი მაგაზე ძალიან ბევრს ვნერვიულობ, მაგრამ ეს ისეთი რაღაცა, რაზეც რა ვიცი, რა აზრი აქვს ნერვიულობას, ამინდს ხო ვერ შევცვლი არა. თან წვიმის შემთხვევაში მგონი რაღაც ტენტიც აქვს ამ ლოკაციას და ზოგადად ისეთ ლოკაციას ვეძებ, რომ ვაი და გაწვიმდეს, რაღაც ალტერნატივა უნდა შემოგთავაზონ. და რა თქმა უნდა, ძაღლები უნდა დაიშვებოდნენ. ძაღლები. იმიტომ რომ ჩემდასაც მოყავს თავისი პატარა პუდელი, ჩვენც რა თქმა უნდა ვანდა მიყვავს და ასევე კიდევ ერთი ძაღლი ყავს დაპატიჟებული. ანუ dog friendly ქორწილი გვექნება. რაც TikTok-ზე დავიწყე აქტიურობა, რა თქმა უნდა ვფიქრობ იმაზე, რომ კონტენტ კრეატორებს ბევრი რაღაც აქვთ ბარტერით და უფასოდ და ძალიან კარგი იქნებოდა ფინანსურად ჩემთვის, რომ ვიღაც გამოჩნდეს და ნებისმიერი საკითხი ქორწილთან დაკავშირებული ან დამიბარტეროს, ან რაღაც ფასდაკლება მაინც გამიკეთოს, მაგრამ ამას ჩემით ვერ ვითხოვ, არ ვიცი, ჯერ არ მაქვს ეს გამომუშავებული, რომ ვინმესთან მივიდე, რომ იცით რა, თუ შეიძლება ბარტერი რო გამიკეთოთ, ან რამე მსგავსი. მწვენია. თან ვთვლი, რომ ჯერ საკმაოდ ცოტა გამომწერი მყავს იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები დამიბარტეროს ხალხმა და არ ვიცი. ვიღებ თქვენს რჩევებს, როგორ უნდა მოვიქცე, რას თვლით სწორად ჩემი მხრიდან. ხო და თან დღეს ძალიან წვიმას აპირებს, აი ცა არის სულ შავი. მივდივართ საგურამოში, მიყვავს ვანდაც, იმიტომ რომ ვერავის ვტოვებთ და ვანდას ეშინია წვიმის. ანუ ეშინია არა, ისტერიკაში ვარდება. და ქორწილში ზუსტად მაგიტომ ეშინია კიდე წვიმის, რომ ვანდა იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება გაიქცეს ჭექა-ქუხილის ხმაზე და ეს არაერთხელ გავკეთებია. რა თქმა უნდა, ჩემს ქორწილში არ იქნება ფეიერვერკი, იმიტომ რომ ჩემ ძაღლს ძალიან ეშინია ფეიერვერკის და ზოგადადაც ვთვლი, რომ ფეიერვერკი არის ცხოველებისთვის წამება და ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ეს ჩემს ქორწილში გავაკეთო. რაც შეეხება მაკიაჟს, ეგეც მოსაფიქრებელი მაქვს ქორწილისთვის. მე მაქვს ზოგადად შიში, რომ ჩემ თავს არ დამამსგავსებენ. ცხოვრებაში ერთხელ გავიკეთე მაკიაჟს სალონში და ძალიან არ მომიწონა. ხო და არ ვიცი რა, მაინც ფიქრობ, რომ ჩემით არ გავურისკო, თან ჩემმა მულმა გადაწყვიტა, რომ მაჩუქოს მაკიაჟი, მაგრამ როგორი მაკიაჟი მექნება, ჯერ არ ვიცი. ჭკილებიც მოსაფიქრებელი მაქვს და ზოგადად ძალიან ბევრი დეტალი მაქვს დასაგეგმი. ქორწილზე მოკლედ ერთი კაი ვიდეო გვაქვს გამოსაცხობი რა. წავედი ახლა მე ჩავიცვა და გავუდგეთ გზას საგურამოსკენ.